შეურაცხადი ადამიანი და ემუქრებოდა მოკლედ. მაგ დროს მანქანაში ჩაცხრილეს. პედაგოგიური შარიში. ყელი გამოჭრილი ქონდა? ამები კი მოკლეს. დედიკო, მამიკო მოკლა სულითო. და ეს 4 შეიარაღებული პერი. ხოდა უჩები არ აღმოვადენ იმასე. დამაყაჩაღეს და всё, წაიღეს თანხა. გაუპატიურებულია, გაძარცვულია. წაუღიათ სეიფია წაღებული. თანხა სასწრაფოდ თუ არა აფეთქდები 30 წამში და მოკლა ჩემი შვილი. Εμείς δεν απέρβα, უთოდი და მაუთოვეს, ხელი უთოვ და მაუთოვეს. თვალი ხედრება დავკარგე. იმდენი ცემეს რომ არ ვიცი, ასეთი მხესები და ასეთი პირუტყვები, ვინ გამოუშვა ციხი და ფული რაც ჰქონდა, ის დაიღეს. არ დაჯერდნენ. კიდევ გააქვა შენ ფული და მომესიო რაც გახ ყველაფერი თუ არა და მოკლავთ. გადაჭრილი თოფი გონდა თუ ისე რა ვიცი. არ გაინძრე, თორე გესვია. თოფის კონდახი ჩამარყდნენ. მირტყეს თავში. მოგვეცი ახლა ფული და დაგანებებ თავს. სახი აქვს გაჩეხილი, თავში დარტყმული ბეჭები, სულ დალეწილი ნარწმები. უთოთი გაუთებული ეს კერდი ყველაფერი გადაწყაული აქვს უბრალოდ. საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს და უნდა გავიჭიროთ. ოჯახში რაღაც მოხდა ძალადობა და იქ რაღაც მოხდა და მეგობარი მოკლა თუ დაჭრა. ამის პრევენცია არის შეუძლებელი. მაგრამ ამის გაშუქება ასე ვთქვათ, და ამის ტირაჟირება რომ იმის დასამტკიცება თუ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, იმაში რომ არის დიდი უსამართლობა. ამ ყველაფრით თქვენ ქმნით დაძაბულ ფონს. ფასტავარია მოსახლეობა იძაბება. რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული. მინისტრი ჭიკაიძე მუშაობს ძალიან ეფექტურად. საღამო მშვიდობის ეთერშია გადაცემა განსხვავებული აქცენტები მე ეკა კოსიტაძე ვარ. მას შემდეგ რაც ჩვენი გადაცემის ანონსი გავიდა ერთწლიანი პაუზის შემდეგ სამინისტრომ საკუთარ გვერდზე 2014 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიაც დაგვთანხმდა ინტერვიუზე. გადაცემის ბოლოს ჩვენ ამ სტატისტიკას შემოგთავაზებთ, მას ლევან იზორიასთან ერთად გავარჩევთ, მანამდე კი რა ხდებოდა იმ 10 თვის განმავლობაში, როცა სტატისტიკას მალავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მედიას გვადანაშაულებს კრიმინალზე უსამართლო სურათის შექმნაში და გვარწმუნებს, რომ რეალობა სულ სხვა, ფაქტები მაინც ჯიუტია. ის რომ ვანში გასულ კვირას 67 წლის მეფუტკრე ჯონი გოგიბერიძე დააყაჩაღეს, დააუთოვეს და სახე და ყურები დაუსერეს, ეს ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ ამ ამბიდან ორ დღეში დღისით თელავის ცენტრში ცეცხლსროლი იარაღით ჩაცხრილეს 35 წლის აჩიკო მაისურაძე. ამ გახმაურებული საქმეების გარდა ბოლო თვეების განმავლობაში მხოლოდ კურიერის არქივის მიხედვით 30 მკვლელობა მოხდა, ხოლო ქურდობისა და ბანკის დაყაჩაღების ათეულობით შემთხვევა. თუმცა პრემიერი მაინც ამტკიცებს, რომ ადრე უფრო მეტი დანაშაული ხდებოდა. უბრალოდ მაშინ მედიამ ძიმე კრიმინოგენულ სიტუაციას არ აშუქებდა, მაგრამ ფაქტები აქაც სხვა რამეს ამბობს. 2011 წელს ჰოლანდიის ტილბურგის უნივერსიტეტმა ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევა ჩაატარა. კვლევა ასკვინდა, რომ სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში საქართველო დანაშაულის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნიდან უსაფრთხო სახელმწიფოდ გარდაიქმნა და თბილისი დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქი გახდა. მაშინ გამოკითხულთა 96% ამბობდა, რომ მას დანაშაულის შიში არ აქვს. ძნელი სათქმელია, როგორი იქნებოდა მოსახლეობის განწყობა ეს კვლევა, რომ ახლა ჩატარებულიყო. უკვე რამდენიმე თვეა თითქმის ყოველდღე გვესმის, რომ ვიღაც სასტიკად ცემეს, დაჭრეს ან მოკლეს, რომ ვიღაც დააყაჩაღეს ან გაქურდეს. ამ ყველაფრის ფონზე თითეული ჩვენგანის უსაფრთხოების განცდა დრამატულად კლებულობს. სამაგიეროდ იზრდება შიში, რომ ჩვენ ან ჩვენი შვილები დანაშაულის მსხვერპლი არ გავხდეთ. წლის გოგოს შვილს ზრდიდა და მოკლა. ეხლა რო ამინისტია გამოვიდა, ეხლა რო გამოვიდა, მაშინ გამოვიდა მაგი დაჭერილი. დანაშაულის ზრდაზე პირველად იმ სტატისტიკური მონაცემებით გახდა ცნობილი, რომელიც ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს 2013 წლის მარტში სამინისტროდან ონლაინ გამოცემა ნეტგაზეთმა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ნეტგაზეთს ოფიციალური სამინისტროს ბეჭდით დამოწმებული მონაცემები ჰქონდა, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ მონაცემების შესახებ ან არაფერი იცოდა, ან ჟურნალისტებს თავი მოაჩვენა, რომ საკუთარ უწყებაში დამუშავებულ სტატისტიკურ ინფორმაციას არ იცნობდა. ამის შემდეგ მე გავცემ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს. 2 საათის წინ თქვენმა უწყებამ გადმოგცა ოფიციალური სტატისტიკა, გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია. ამ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით
2012 წლის ნოემბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით დანაშაულთა საერთო რაოდენობა გაზრდილია 60%-ით, დეკემბერში 40%-ით, იანვარ-თებერვალში ეს არის 19-20%, 19-15%-იანი ზრდა. 12 წელს და 13 წელს თუ კი, 12-13 წლის შესაბამისი თვეები. ქურდობა ბინაში შეღწევით 2012. მე არ ვიცი მან რა მონაცემები გაქვთ. იქნებ დაელო თვის ბოლოს ჩვენ წარმოვადგენთ. მონაცემებია თქვენი უწყების საბოლოო სტატისტიკურ მონაცემებს, იქნება ეს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ. მესმის გასაგებია. არის ბინაში შეღწევით ქურდობა 152%-ით გაზრდილი 2012 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 2013 წლის იანვარ-თებერვალში და გაზრდილია ძარცვის, ქურდობის, ყაჩაღობის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და რეალიზაციის კომპონენტებში დანაშაული. იცი რა, თქვენ რაც გიგავიათ, მე უნდა ვნახო, უნდა გავეცნო. მე არ ვიცი რა მონაცემებს გითხულობთ მანდ. მე გითხარით რომ 2 კვირის თვის ბოლოს ჩვენ გვექნება სტატისტიკური მონაცემების გასაჯაროვება და ამის შემდეგ მე გავცემ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს. ღარიბაშვილის ამ დაპირების მიუხედავად სამინისტრომ 1 წლისა და 3 თვის განმავლობაში საერთოდ შეწყვიტა დეტალური მონაცემების გამოქვეყნება. 4 ივნის გამართულ პრესკონფერენციაზე უკვე პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ სამინისტრო არის ღია და გამჭვირვალე, რომ მისი მინისტრობის დროს სტატისტიკური მონაცემები ყოველთვე ქვეყნდებოდა. ეს განცხადება რამდენიმე დღეში ფაქტ-ჩეკმა გაზომა და აბსოლუტური ტყუილი უწოდა. 2004-2012 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემატურად აქვეყნებდა დანაშაულის შესახებ სტატისტიკას და მოქალაქეებს, როგორც სამინისტროს, ისე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებსაიტიდან შეეძლოთ გაეგოთ, თუ რა სახის და რა რაოდენობის დანაშაული ხდებოდა დროის სხვადასხვა მონაკვეთში მთელი ქვეყნის, ცალკეული რეგიონებისა თუ დედაქალაქის მასშტაბით. მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროდან უფრო დეტალური სტატისტიკის გამოთხოვა და მიღება პრობლემას არასდროს წარმოადგენდა. 2013 წლიდან ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობის პერიოდში უკანასკნელად დანაშაულის დეტალური სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წლის მარტში ნეტგაზეთს მიაწოდა. ამ მონაცემების მიხედვით აღმოჩნდა, რომ 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერსა და 2013 წლის იანვარ-თებერვალში წინა წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, 2012 წლის ნოემბერში 59.7%-ით, დეკემბერში 40.7%-ით, 2013 წლის იანვარში 20%-ით, თებერვალში 15.7%-ით, ხოლო მარტში თითქმის 25%-ით. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კრიმინალის დეტალური სტატისტიკის განსაჯეროება შეწყვიტა. როდესაც 2013 წლის ზაფხულში არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამინისტროსგან კატეგორიებისა და თვეების მიხედვით შედგენილი დანაშაულის სტატისტიკა ისევ გამოითხოვეს, პასუხად მხოლოდ დაჯამებული მონაცემები მიიღეს, სადაც აქცენტი დანაშაულის საერთო რაოდენობის კლებასა და გახსნის მაჩვენებლის მატებაზე იყო გაკეთებული. 2013 წლის აგვისტოში ინფორმაციას ვითხოვდით თვეების და დანაშაულთა კატეგორიების მიხედვით. ორჯერ მივიღეთ ინფორმაცია არასრულად 2013 წლის აგვისტოში და 2013 წლის დეკემბერში. მოგვიანებით 2014 წლის იანვარში კვლავ გავაგზავნეთ მოთხოვნა, მაგრამ ამ მოთხოვნაზე პასუხი დღემდე არ მიგვეღია. პირველი წერილის თანახმად ვითხოვდით დაახლოებით 80 დანაშაული ჰქონდა ჩამოთვლილი, რომელთან დაკავშირებით ვითხოვდით ინფორმაციას. თუმცა მხოლოდ 14-ზე მივიღეთ ინფორმაცია. თან ეჭვს იწვევდა ჩვენთვის ის ფაქტი, რომ არ ემთხვევა დაჯამებული დანაშაულის რაოდენობა და შემდეგ უკვე კატეგორიების მიხედვით ჩაშლილი დანაშაულის რაოდენობა დაახლოებით 22% დანაშაულისა არ ვიცით რა კატეგორიას მიეკუთვნება. სტატისტიკური ცვლილების შემდგომ, ანუ 2012 წლის ოქტომბრის თვის შემდგომ შეინიშნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენციები ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით. ისინი ასაჯაროებდნენ იმგვარ მონაცემებს, რომელიც მანამდე იყო მიუწვდომელი, თუმცა როგორც გამოჩნდა, ეს ტენდენცია უკვე 2014 წლის საწყისი პერიოდიდან უკვე ძალიან შეიცვალა და უკვე ისეთი მონაცემების დაფარვა დაიწყო სამინისტრომ, რომელიც საწყის ეტაპზე უკვე ხელმისაწვდომი იყო. 2014 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წლის სტატისტიკა ანალოგიური დაჯამებული სახით გამოაქვეყნა.
სამინისტროს ინფორმაციით 2013 წელს 2012 წელთან შედარებით დანაშაულმა 10.000 ერთეულით, ანუ 25.7%-ით დაიკლო. ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 51%-ით მოიმატა და 60% შეადგინა. ჩნდება ლოგიკური კითხვა. თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2013 წლის პირველ კვარტალში დანაშაულის საერთო რაოდენობა ყოველთვიურად საშუალოდ 16.5%-ით იმატებდა, რა მოხდა მომდევნო 9 თვის განმავლობაში ისეთი, რომ დანაშაულმა ასეთი უჩვეულო სწრაფი ტემპით დაიკლო და საბოლოო ჯამში თითქმის 26%-იანი კლება დაფიქსირდა. ამავდროულად კითხვებს ბადებს გახსნის ესოდენ მაღალი მაჩვენებელი 60%. საქართველოს რეფორმების ასოციაცია გრაასმა პროექტ ფაქტ-ჩეკის ფარგლებში სხვა ქვეყნებში დანაშაულის გახსნის სტატისტიკა გადაამოწმა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ შვედეთში 2012 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 38% იყო, კანადაში 2010 წელს 39%, დიდ ბრიტანეთში 2012-2013 წლებში 28%. ამასთან აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში წლიდან წლამდე დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის 40%-იანი ზრდა არ მოხდარა და ეს მონაცემი მაქსიმუმ 2-3%-ის ფარგლებში მერყეობს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ყველაზე ძალადობრივი კრიმინალური ქვეყნები არიან შვედეთი და დანია და ნორვეგია და ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები პოლიციას დაუჯერებთ არის ალბანეთი და რუსეთის ფედერაცია. ანუ ეს გასაგებია ხო აქ რასთან გვაქვს საქმე? ანუ პოლიციელები არ არეგისტრირებენ, ანუ ოფიციალურ მონაცემებში არ შეაქვთ დანაშაულის რეალური მაჩვენებელი, ანუ თქვათ მიდის პიროვნება დაზარალებული დანაშაულის შესატყობინებლად და პოლიციას ეს მონაცემი უბრალოდ არ შეაქვს სისტემაში. სამაგიეროდ გახსნის მაჩვენებლებით ამაყობენ ამგვარი პოლიციები და ეს ტენდენცია შეიმჩნევა დღესაც. 80%-იანი გახსნის მაჩვენებელი ჰქონდა კახათ არგამაძეს და ამბობდა, რომ ეს ყველაზე პროფესიონალური პოლიცია ყავდა მაშინ. აი სოსო ალავიძეს რომ ჯილდო გადასცეს, ალბათ მას ამგვარი დამსახურებისთვის. და რაც შეეხება წარმატებულ დასავლურ ქვეყნებს, მაგალითად გაერთიანებულ სამეფოს, მინდა გითხრათ, სკოტლენდ იარდის გახსნის მაჩვენებელი არის დაახლოებით 27-28%. ანუ კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თქვათ, ხილად ნახოთ, რომ შტატების მიხედვით, ქალაქების მიხედვით როგორია გახსნის მაჩვენებელი. 60%-იანი გახსნის მაჩვენებელი არ არსებობს ბუნებაში, გარდა იმ ქვეყნებისა, სადაც დანაშაულს მალავს პოლიცია. მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით 2013 წელს დანაშაულმა საქართველოში იკლო საპირისპირო სამტკიცებს სამინისტროდან 2013 წლის ნოემბერში გამოჟონილი დოკუმენტი, რომელიც ტელეკომპანია ტაბულამ მოიპოვა. ამ მონაცემების თანახმად 2013 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში თითქმის 29000 დანაშაული დარეგისტრირდა, რაც 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17.8%-ით მეტია. აქედან 41%-ით გაზრდილია ბინის ქურდობა, 366 ფაქტი, 33%-ით ძარცვა, 96 ფაქტი, 78%-ით ყაჩაღობა, 128 ფაქტი, 184%-ით ნარკოდანაშაული, 3716 ფაქტი. საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება. 2013 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს პროკურატურის სტატისტიკის მიხედვითაც, რომელიც სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ასახავს, 2012 წლის იმავე თვეებთან შედარებით სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებელი გაზრდილია. 2013 წელს შესამჩნევად გაზრდილია სასამართლოებში განხილული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობაც. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 2013 წლის 9 თვეში 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 19%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე განიხილეს. აი, როდესაც სამინისტრო ავრცელებს მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ მონაცემებთან შედარებით, თქვათ, გაზრდილია სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით. ასევე სასამართლოშიც არის განაჩენები, არის გამოტანილი უფრო მეტი. აი, აქ სად შეიძლება შეუსაბამობა დავნახოს? შეუსაბამობა მარტივია, ანუ პროკურატურის მიერ ხდება სტატისტიკის წარმოება, ანუ ბრალს პროკურატურა წარუდგენს პირებს
როდესაც ხდება დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის, ან თქვა დანაშაული თქვა 20 ყაჩაღობისთვის ხდებოდა ბრალის წარდგენა, ხო? დღეს თუ ხდება 40 ყაჩაღობისთვის ბრალის წარდგენა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ გახსნის მაჩვენებელი მოგვემატა. ეს ნიშნავს, რომ ყაჩაღობის მაჩვენებელი მოგვემატა. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურაში დაინერგა დანაშაულთან ბრძოლის ძალიან ეფექტური თანამედროვე მეთოდები, რომ იქ თქვათ მიიყვანეს ჩამოიყვანეს თქვათ შერლოკ ჰოლმსი და ერკიულ პუარო და უნიჭიერეს დეტექტივები, რომლებიც გაუხსნელად არტოვებენ დანაშაულს. რა თქმა უნდა, ეხლა ეს ნახევრად ხუმრობი, მედიაში ვრცელდება ეს ინფორმაცია, ხო, რომ თქვათ რაღაც დანაშაულს, რომელიც მოხდება და რაღაც არის აშკარად, ანუ თვალსაჩინოა, რომ მძიმე დანაშაულის ნიშნები გვაქვს, მას არეგისტრირებენ და გამოძიებას იწყებენ სუბუქი მუხლით, რომ ოფიციალურ სტატისტიკაში მოხდეს არა მკვლელობის მცდელობა, არამედ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. ეს ძალიან მარტივი მაგალითია. ზოგჯერ საერთოდ უარს აცხადებენ დანაშაულის რეგისტრაციაზე, საერთოდ არაფერს არ არეგისტრირებენ, ვინაიდან მათ აქვთ ხელმძღვანელობისგან ეს მოლოდინი შექმნილი, რომ მათ უნდა დამალონ ეს დანაშაული. ეს კიდევ უფრო უმართავს გახდის პროცესი, იმიტომ რომ შეუძლებელი ხდება მე კრიმინოგენული მდგომარეობის გაკონტროლება. ერთ მაგალითს მოგიყვანთ 2006 წელს, როდესაც ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გამოცხადდა, ოფიციალურ სტატისტიკაში 20,000 დანაშაულით მეტის დარეგისტრირება მოხდა. მაშინდელი ხელისუფლება არ შეუშინდა, ასე ვთქვათ, დანაშაულის ზრდას, კატასტროფული ზრდა იყო ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მაგრამ თუ გინდა რომ დანაშაულს რეალურად ებრძოლო, დანაშაულთან ბრძოლა იწყება დანაშაულის რეგისტრაციით. დანაშაულის რეგისტრაციისას манипуляციები, აი მცირედი ჩარევაც კი საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, long-run-ში მოგცემს გამოუსწორებელ შედეგებს. 2014 წლის 4 ივნისს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განაცხადა. ჩემ მინისტრობის დროს ყოველთვე ვაქვეყნებდი სტატისტიკას. ყოველთვე დეტალურად. დანაშაულების ტიპის მიხედვით. ეხლა როგორ გაინტერესება, როგორ გინდათ რომ გამოვიდა. დანაშაულის ტიპის მიხედვით, იმიტომ რომ ბევრჯერ გამოვიდა ჩვენ სხვებმაც და არ მოგვაწოდა შინაგან. ამის ვალდებულება ზოგადად. ამის ვალდებულება ის ხო ჩვენი კეთილი ნება და ეს არის ის გამჭვირვალობის და ღიაობის დამთავრებინა. უკაცრავად უბრალოდ. ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე პოლიტიკა. თუმცა სამინისტროს მონაცემების გამოქვეყნებას არა კეთილი ნება, არამედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს. 2012 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამნისტიის შემდეგ კრიმინალი გაიზრდებოდა და ამას გაგებით უნდა მოვკიდებოდით. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 24,000 მსჯავრდებულიდან საპატიმროები 14,000 პატიმარმა დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2013 წლის მაისის მონაცემებით 5 თვეში 512 დანაშაული ჩაიდინა ამნისტირებულმა პირმა. საინტერესოა, ბოლო 1 წლის განმავლობაში კიდევ რამდენი დანაშაული ჩაიდინეს ამნისტირებულმა თუ შეწყალებულმა პირებმა, მაგრამ კრიმინალის სტატისტიკასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ეს ინფორმაციაც აღარ გამოუქვეყნებია. თუ რატომ ამაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ისაუბრებს, მასთან კიდევ ბევრი საინტერესო კითხვა გვაქვს. მანამდე კი რას ფიქრობს ხალხი კრიმინალურ სიტუაციაზე? გაიზარდა თუ არა დანაშაული და გრძნობენ თუ არა ისინი თავს დაცულად? ქუჩის გამოკითხვა ჩვენ თბილისში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმში და თელავში ჩავატარეთ. როგორც იყო იმ სიხშირით არის? იმ ხელისუფლების დროს საერთოდ არ იყო კრიმინალი. ეხლა პირველ ხანებში როცა შეიცვალა ხელისუფლება, ცოტა იგრძნობოდა კრიმინალი. გაიზარდა. ესეთი აზრი მაქვს რა, გაზრდილია როგორი რა. გამოუშვეს კრიმინალები ციხიდან. არა, ყაჩაღობა შემცირდა, რა თქმა უნდა შემცირდა. ჩემთან მაგალითად ამ სახლში ვცხოვრობდა, სადარბაზოში კარები გავაკეთეთ ყველაფერი და არავის იძარცვა და არავითარი არც ეზოში და არც ახლომახლოს ასეთი რაღაცები არ ხდება. მე ასე მგონია რომ გაიზარდა. ადრე ასე მგონია უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს. აშკარა არის, რომ გაზრდილი არის. ქურდობები დაიწყო, მკვლელობები და ყველაფერი გაზრდილია ყველა კუთხით. ყოველდღე ხედავთ როგორ იმატებს დანაშაული და მაგითო სულ რაღაცა ხდება ცუდი და გაიზარდა, აი რაც ციხიდან გამოუშვეს მაგალითად ეს პატიმრები, ქურდები, ასე ვთქვათ, პოლიტპატიმრები მით უმეტეს, რა თქმა უნდა გაიზარდა. გაიზარდა. აი რაზე ატყობ რომ გაიზარდა, როგორ ვატყობდე ჩემ ბინაში ერთი ჩემ სადარბაზოში 3 ბინა გატყდა, ისინი მოაძვრეს სახელურები.
მე საღამოს გავიგე კიდევ რომ ვიღაცისთვის ცეპი ჩამოუგლეჯია ტყელიდან და გაიზარდა აბა რა ქუჩაში გამოსვლის გვეშინია საღამოს ხალხს უკვე. ჩემი აზრით არც გაზრდილა და არ შემცირებულა როგორც იყო, ანუ აშიგადაში ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცეები და ადრეც ხდებოდა და ეხლაც ხდება. იმატა. რაქსმენიაც საიდან იღებ ამ ინფორმაციას? ჩემი ყურით ვისმენ და ჩემი თვალით ხედავ. ახლა ამჟამად დაცულად არ ვგრძნობ თავს ნამდვილად. იკლო საგზნობლად იკლო. ადრე რო იყო ისე არა, იკლო. ძალიან იმატა, იმიტომ რომ სულ ყველგან რაღაცა ხდება. ადრე უფრო რა ვიცი, უფრო თავისუფლად იყო ხალხი და თავისუფლებას გრძნობდა, რა ვიცი. არა. მე ძალიან კარგად და არავის არ შეშინე და არავის არ მანქანა არ ვკეტავ, მე ხამე ისე არ იკეტება თუ აკეტავ, არ იკეტება. მე მგონი იმატა. ხშირად გესმით რომ აი ან ყაჩაღობა მოხდა? ძალიან ხშირად. კრიმინალმა მოიმატა. ძირითადად რა დანაშაულია მომადება? ბანდიტობა. არ ვიყავი თუ საფრთხო და რაც არ დააგინე ნაციონალებს, ხო? მე უსაფრთხო თუ ვიყავი, აბა რა ვიყავი? ადროსაც არ გამოსული და აღა სახში რო ვარ მეშინი. ცირედით, მაგრამ გაიზარდა. ძალიან გაუარესებული. პირადად ჩემი ქალიშვილი და კი არ დააღაჩაღეს, გაქურდეს. არაფერი შედეგი. ვერ ვგრძნოთ უსაფრთხოდ, იძულებული გავხდით გისოსებს შავსის თელესა. ნამდვილად რა ძალიან ცუდი ქუთაისში მაგალითად ძალიან ბევრი გახშირდა სახლების გატეხვა. ხონა ქურდების მომივიდნენ მე ჩემთან მაგალითად რაღაცა რეიტუზების ნიბროვები ხონა ჩამოსული და შემაშინეს იარაღი ხონა და იმდენი ვექიჩავე და დაუვარდა ძის დივანზე. მოვიდა პოლიცია წაიღო, მაგრამ არაფერი რეაგირებდა. მე მგონი იმატა. მე მგონი იკლო. დასკვე გათვეგე რამბავია, არაფერს არ ტოვებენ ქუჩაში, მანქანას ვერ დააყენებ. მატორს იღებენ ნიჭის ყველაფერს კარში ვერ ჩერდებით, ღამის გვეჩვენია. ყველგან მორშპილისები ყრია და არეულობა და ქურდობა დაწყებული შვილო. როგორ გართულდა ისედაც როგორ გართულდა. სულ კაცი მომას არსობს, ქურდობა, ყაჩაღობა, ყველაფერია. წელიწადში ერთხელ გადმოვდივარ, ცხოვრობ, აქეთ გადმოვდივარ, შვილი ყველაფერი ამყავს. ჩემს სიცოცხლეში არაფერი არ დამკარგე და რო გადმოვედი და ბაზარში ხილის საყიდად რომ მივედი და სუნკარო დავტავდე, ხვატილა იუბეჟალ. ეს ხდება ყველგან. ჩვენ მაშინ კარები ღია გქონდა და არ მეშინდა. ახლა უკვე ჩაკეტილი მაქვს მე კარები მეშინია. მოიმატა ყაჩაღობამ ქურდობა, ყველაფერმა მოიმატა. ყველგან უკვე დაიწყო გაქურდვები მანქანების, ბინების და ქუჩაში უკვე ღამესიარული მეშინია. ადრე არ იყო ასე? ადრე არ მეშინოთ. წინა წლებში უფრო უსაფრთხოდ გრძნობდი თავს იმართლე რო გითხრათ, ვიდრე ეხლა მაინც არის რაღაც შიში, რომ აი რაღაცა შეიძლება მოხდეს. ყოველ შემთხვევაში სიმშვიდეა აბსოლუტურად. თქვენ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ? აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობ თავს. ქურდობა გაიზარდა, თქვათ, მანქანების საბურავების ხშირად ახლა იქ სადაც მე ვცხოვრობ, იქ მოპარვებია, სარკეების სახლში შესვლებია. ღამით გამოსვლები უფრო საშიში გახდა და მე ვფიქრობ, რომ ეს ადრე უფრო არ იყო. რა თქმა უნდა, გაიზარდა ბოლო 2 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი შემთხვევა მესვით, ზოგს რა მოპარეს, ზოგმა რა დაკარგა და უფრო ადრე გასულ წლებში უფრო უსაფრთხოდ გრძნობდი თავს. ახლა ღამით გამოსვლა უფრო საშიშია ვიდრე მაშინ. გაზრდით გაიზარდა. როგორ არა? პირადად ჩემი გამოცდილებით, რა ვიცი, მე არ ვგრძნობ გაუარესებას. უფრო გახშირდა ქალბატონო. წინა ხელისუფლებაზე უფრო თავისუფლად გამოვდიოდით, უფრო ამდენი კრიმინალი არ ხდებოდა. ვფიქრობ, რომ ახლა უფრო გახშირებულია. და ბავშვიც მეშინია, რომ საღამოს გამოდის გარეთ. ისე ვიგრია, რა ვიცი, ვერც გავხდიდა და ვერ შევცედა რა. ისე როგორც მიდიოდა საქმე ეგრე მიდიოდა. მე ცხოვრება არ გაუჯობესებია.